მოგესალმებით ვიფასო მეგობრებო, დღეს 15 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში დინამოს მოედანზე გაიმართება საქართველოს ესპანეთის საკვალიფიკაციო ეტაპი. დღევანდელი ვიდეოც მიეძღვნება სწორედ ჩვენი ბიჭების გულშემატკივრობას, ასე რომ ეს არის ომარი და საიდან გამოხდა აზრი არა ვარ ღმერთო ჩემო. ეს ყველაფერი კი ჩემით არ მომიფიქრებია. ეს არის პროექტ კრეატორის შემდეგი დავალება და ვნახოთ იმედია კარგი გამომივა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი საქართველოში თითქმის ყველას უყვარს, მე მაინც და მაინც არ ვგიშდები. და შესაბამისად ეს დავალება ჩემთვის ყველაზე რთული გამოდგა იმ სამთაგან, რომელიც პროექტის განმავლობაში მივიღეთ. ასე რომ მთელი ვიდეოს განმავლობაში მხოლოდ მიდით ბიჭებოს დახილი რომ არ ყოფილიყო, რამდენიმე იუთუბერს ვთხოვე რომ ჩემთვის მოეცათ დავალებები, რომელსაც თამაშის განმავლობაში შევასრულებდი და დამიჯერეთ რომ ეს დავალებები მარტივი სულაც არ ყოფილა. დიდ ტრაკში ვართ. კომაგების პოვნა მინდა, კომაგები მინდა რომ ვიპოვო მეგობრებო, იმიტომ რომ სად არიან კომაგები? ანუ ესე ხოლმე მოდიოდნენ და საქართველო თუ რაღაცა ეგეთ ხოლმე იყო, არ არის. თამაშამდე ჯერ კიდევ 1 საათია დარჩენილი და დრო ტყუილად რომ არ დავკარგოთ, მოდი გაგაცნობთ ჩემს ახლად შეძენილი მეგობრებს, მაგრამ დროებით კონკურენტებს. რა ხალხი, რა ოქროს ხალხი მოკლედ რა. მაშასე, კრეატორის პირველი მონაწილე, გულწრფელობის უმაღლესი დოზით დაჯილდოვებული, კემპინგისა და თავგადასავლების მოყვარული, გარეული ექიმი ომარი და მისი ვაჟკაცი დანიელი. ჯუმპერ ლეჟავას ქალი ვერსია, შეუჩერებელი ველოსიპედისტი და ამჟამად იმუნიტეტის მფლობელი ვერიკო ბაზალი. 19 წლის ასაკში ხალხი მას უკვე ზიადალიებს უთანასწორებს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუსიკა არაფრიდან შექმნას. პრეზიდენტი არა და მეორე გიორგი მარგველა. სტორითელინგისა და ედიტინგის გურუ. აც უკვე პროფესიონალი ვიდეოგრაფი და ყველაზე ძერსკი გვარის მფლობელი დანიელ სმიდი. და ქალი, რომელმაც მისი კრივის შესაძლებლობებით საქართველო გააოცა. ყველაზე ძლიერი ყბის მეპატრონე, ამბიციური გოგონა, რომელიც იმოქრება რომ მისი უდიდებულესობა მაგდანა. სულ თუ არაფერი ბავშვებს მაინც მოყვარვარ. უკვე კარგია. მოკლედ, როგორც იცით, ეტაპობრივად ვასრულებ იუთუბერების მოცემულ დავალებებს და ბასტოს დავალება გამოიყურება ასე. სალამი ზურაბ, ჩემი ჩელენჯი ასეთია. ერთხელ სტადიონზე ვიყავი, მქონდა 2 ზედმეტი ბილეთი, ერთი გავაშუქე რაღაცა და ერთი ბილეთი, што შევდიოდი მოედანზე. ერთმა ბიჭმა ხელი გამიქნა, რაღაც ისა 3 ძმაკაცი იყო და მივედი რა ფოტო გადავიღეთ და გითხრა რომ 2-ს გვაქვს ბილეთიო და 1 არ გვაქვს. და მე ერთი ბილეთი მივიღე და ვაჩუქე ეს ბილეთი და ძალიან გაასწორო. მე მინდა შენ იპოვო კიდევ ზგავსი შემთხვევა, ანუ 5 იყვნენ და 4 ბილეთი ქონდეთ, ან 4 იყვნენ და 3 ბილეთი ქონდეთ, ანუ ჯგუფში ერთს არ ქონდეს ბილეთი ეგეთი იპოვე და აჩუქე ბილეთი. მადლობა. აბა თუ შეძლებ. ეს დავალება რომ შევასრულო, მოკლედ მოვიფიქრე ასეთი რამ. აქ ბავშვები მცნობენ, ფოტოებს იღებენ და ასე შემდეგ. ვინც მოვა და გამარჯვებას მეტყვის და ფოტოს გადაღებას მთხოვს, იმას ვაჩუქებ 1 ბილეთს. ოღონდ თუ დასჭირდება რა თქმა უნდა. და ეგეთები ბევრი არიან კი. ესეთი ორი ბიჭი ვნახე, სხვათა შორის თვითონ მოვიდნენ და მკითხეს ბილეთი ხო არ გაქვს თუ? შენ გაქვს ხო ბილეთი და შენ არა? ფეხბურთელები ხარ? კი, არა. შენ არა? არა უშავს. შენ მოგცემ 1 ბილეთს მოკლედ. ტელეფონი გაქვს? გადმოგიგზავნე ტელეფონში და შეხვალთ რა. შეხ აქ მიხვალ QR-ს და ასკანერებ და ეგ არის რა. მადლობა. შენც მადლობა, მე კი არა, მადლობა უნდა გადავუხადო ბატონ ბასტონს. გამოიწერეთ ბასტონს და ამ ბიჭის არხი. ზუკამ ქვია, იგრები ხართ, აბა წარმატებები და იმედია მოვიგებთ რა. შენც ვიდეოში გამოიწერეთ არხი აუცილებლად ამ ბიჭს ვიცავ შენ შევიდან და ჯიგარი ხარ ზღვა. ვისაუბრებს გამოწერას მოკლედ. მადლობა ძალიან. ვიდეოში თუ გამოჩნდები ორჯერ ვიკინე. მოკლედ ეს ერთი ადამიანი გავახარეთ, ბავშვი მაქვს საუბარი, ბედნიერი იყო, იმედია კი არა შევა და ბასტო იმედია ჩელენჯი შესრულებულია. დამიწერეთ კომენტარებში. როგორც ხედავთ, შემოვედით, ბანემ შემდეგი დავალებაც შევასრულოთ, რომელიც გიორგი კალატოზმა მოგვცა და დავალება გამოიყურება ასე. ავს 100.000-ზე მეტი გამომწერი. არ არის სხვათა შორის მარტივი დავალება, იმიტომ რომ რთულია რა, ხა გინა არ გინა ინფლუენსერებს ჯერჯერობით ვერ ხედავ, ჯერ ადრეა თამაში დაწყებამდე, მაგრამ მაინც ვასრულებდით პირველ დავალებას და აღმოვაჩინეთ აი ეს
კორკოტა ხაწერია ხო? კი, კორკოტა მაწერია. პირველ და მადლობა ძმაო, YouTube-ზე 100,000 აღარ მყავს, მაგრამ მალე ამოვალ. TikTok-ზე ზატო 220,000 ხო, მყავს. TikTok-ი ჩაბარდა. მადლობა ძმაო, გაიხარე. ავატარს გავხარ. ავედი, აბა გაიხარე. პირველი კორკოტა მოიფჭიჭკა, ეხლა გვჭირდება YouTuber-ი და Instagram-ზეც რო ყავდეს ბევრი. ვინ იქნება შემდეგი? ეხლა ცოტა სწრაფად უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ საპოვნელი, აი თამაში იწყება აშკარად. სადაც გაიჭირდა. მოიცა მეც მინდა. კალატოსმა დამოვალა ვინმე იყო. უშეგენაცვალე. ალა მე მგონი შესრულებულია ხო ჩელენჯი? თუ ჩაიცლება კი ვარ. სამწუხაროდ ბევრი ძებნის მიუხედავად ვერავინ ვნახე ისეთი რომ Instagram-ზე 100,000 გამომწერს და მეტი ყოლოდა. ასე რომ ეს დავალება შეგვიძლია ნაწილობრივ შესრულებულად გამოვაცხადოთ. მეგობრებო, თამაში დაინგრა სტადიონი და გამოდიან ჩვენი მებრძოლები მოედანზე რომ მოვიგოთ. იმედია მოვიგებთ. ვიმარჯვებთ დღეს დილაო თუ ეს გორის დილაშია. ეთილია შენთან ვარ ნურავრის ნუ გეშინიან. ვიყვეთ რა. აფხაზეთი საქართველოა. ავყევით ვინმე. სხვათა შორის მესამე დავალებაც მოახლოვდა და ეს არის ქალბატონი ფოქსოს დავალება. ჯობია თქვენ თვითონ იხილოთ. ზუკა, შენთვის საუკეთესო მენტორს, შენთვის აქვს ასეთი დავალება. ზუსტად 2 წუთის განმავლობაში უნდა იყო კომენტატორი, ოღონდ ჩვეულებრივი არა, მუსიკალური, ანუ თან უნდა მღეროდე და თან ისე უნდა აღწერდე მიმდინარე თამაშს. წარმატებები. ელენიკო, რატო გამწირი ასე? ხო და ახლა მიწევს რომ 2 წუთის განმავლობაში ვიმღერო და სიმღერით გავახმოვანო თამაში. იმედია ვიცი რომ კარგად არ მღერი, მაგრამ ნახოთ რა იქნება. გაფრთხილება. მოვარიდეთ ბავშვები ეკრანებს და ბოლო 2 წუთი თქვენი გონებიდან სამუდამოდ ამოჭერით. შეტევაში გადავიდა საქართველოს ნაკრები, მაგრამ ეგრევე წაგვართოს ბურთი. გადავარჩინეთ მოედანი. ბრავო ბიჭებს! ცეკვა არავის დაუვალებია, მაგრამ ჩემი კამერამენი რატომ ღაც ბოდი სუხდის ხალხს, მაგრამ რაღაცა ბოდი შემევხდები მე ხობლეთის პირში ვარ. ხო, აქ შემეშალა და ელვის პრესლი უნდა მეთქვა. სიმღერა ჩემი ნიჭი არა, მაგრამ მე მგონი არც იუთუბერობა აღარ გამომდის. ჟიურის ხო არ გამაგდოს ამ ტურში. მამარდაშვილი უტყავს ბურთზე იბზის კვარა, თავით მოხსნა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყვითლებს აქვს. ამოუჭვინდე, მიდი! შეტევაში გადავიდა საქართველოს ნაკრები. მამარდაშვილი აქეთ ელოდება ხელებაწეული და როცა დარბაზი ჩუმდება, რისი დროა? რა თქმა უნდა, სიმღერის, იმიტომ რომ ქალბატონო ფოქსომ დაგვავალა რომ გვემღერა. ყვითლები და ეუფლე ბურთს და ახლა გაგვირჩობენ. არა! რა მემღერება 2-0-ია. მახინჯივა. ეს რა შუაში იყო? მადლობთ. ვიცი რომ იდეალურად შევასრულე სიმღერა და რა ვიცი, გენაცვალეთ, შეგრები ხართ? კიდე გიმღერებთ ხოლმე. ელენიკო, რატო გამწირი ასე? ხელი, პენალი! სუზია! გაახილე თვალები! გოლი! მეტი! აგრესია! იყვირე რა! აგრესია! იყვირე! ბიჭო, ვერ ყვირი. იყვირე! არა. იყვირე მე. როგორც ხედავთ, გიორგი ყვირილს არ აპირებს, მაგრამ მოდით მოვისმინოთ ჩვენი მეოთხე დავალება, რომელიც გიორგი დანელიამ გადმოგვცა. ზუკა, ჩემი დავალება მარტივია. ტრიბუნაზე უშუალოდ ძალიან მომწონს ხოლმე, როდესაც ერთი ადამიანი იყოლიებს ყველას და ერთად გულშემატკივრობენ ხოლმე. ხო და შენი დავალებაა, რომ მინიმუმ 10 ადამიანი აიყოლიო თამაშის ნებისმიერ მომენტში, სადაც მიხვდები, რომ ყველაზე საჭირო არის და ერთად გულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს სიტყვებით არ გაჩერდე. აბა შენიც. ხალხი არ ვიყოლიო თუ არ გაჩერდე ვიყიროთ რა. მიდი, შენ სიტყვე რა. არ გაჩერდე. ავყევით ვინმე. დავი, ყველა. ჩერდე. არ გაჩერდე. მადლობა.
არა ეს კარგად უნდა ავიყოლიოთ ხალხო დავალება გვაქვს არ გაჩერდეთ ამყევით ვინმე სამწუხაროდ თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ეს თითქოს და მარტივი ჩელენჯიც ვერ შევასრულე, რადგან პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშმა ყველას ხასიათზე იმოქმედა. მეორე ტაიმიდან გადავწყვიტე შევპარულიყავი ესპანეთის ნაკრების საგულშემატკივრო სივრცეში და იქიდან რაღაცეები მე მაიმუნა, მაგრამ ბევრი ხვეწნის მიუხედავად არ შემიშვეს. დამაგიეროდ შემიშვეს საქართველოს კომაგების სივრცეში, სადაც სრულიად განსხვავებული ატმოსფერო დამხდა. გვემღერება 4-ის მოგზვაგებთ ავყევით ბიჭებო რაღაცა ვქნათო მადლობა ბიჭებს საბოლოო ჯამში სამწუხარო შედეგია მაგრამ რაც არის ეს არის სპორტი ასეთია ყოველთვის კარგი სერია და ყოველთვის გამარჯვებები ძალიან რთულია ხან მოვიგებთ ხან წავაგებთ ეს არის ცხოვრებაშიც ესეა რა სულ გამარჯვებული რა იყო მოგწყინდება ალბათ ჩვენ კი ცოტა ხშირად გვიწევს, მაგრამ ხანდახან მარცხიც უნდა გავიმცადოთ, რომ მე მოგება უფრო მეტად დავაპასოთ ხოლმე. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ თამაშამდე ფეხბურთი არც ისე არ მხიბლავდა, მაგრამ დღეს რაღაც შეიცვალა. პირველად ვიყავი საქართველოს ნაკრების თამაში და მიუხედავად იმისა, რომ 4-0 წავაგეთ, მაინც მივხვდი რა უდიდესი ძალაა გულშემატკივრობა. ათასობით ადამიანის ერთხმაში ყვირილი, ერთხმაში წუხილი და იმედოვნება და სწორედ ამ ერთობაში ვიგრძენი, რომ სპორტი მარტო შედეგი არაა. ეს არის მუხტი, რომელსაც ადამიანები ქმნიან. თამაშის განმავლობაში ვცდილობდი ყველა ის უჩვეულო და უხერხული დავალება შემესრულებინა, რაც იუთუბერებმა გამომიგზავნეს. ზოგი გამომივიდა, ზოგი ცვერა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამ პროცესში ძალიან ვიხალისე. და აქვე მოდი ვნახოთ ჩემი მეხუთე დავალება, რომელიც ლაშა გელაშვილმა გამომიგზავნა. ზუკა, გამარჯობა. დღევანდელ შენს ვიდეოში ჩემი ჩელენჯი იქნება, რომ საქართველოს ნაკრებს რომელიმე ფეხბურთელთან უნდა შეძლო ფოტოს გადაღება. წარმატებული შენს და რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებსაც. აი, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა რომელიმე ფეხბურთელთან სელფი როგორ გავჩითო ლაშა? ცოტაოდენი ძებნის შემდეგ მივაგენი იმ ადგილს, სადაც ფეხბურთელები ბავშვებს ავტოგრაფებს ურიგებენ. მაგრამ დიდი ალბათობით მარცხის გამო ბიჭები საერთოდ არ გამოჩნდნენ და ვერც ეს დავალება ვერ შევასრულე. სამაგიეროდ იქ შევხვდი უამრავ ბავშვს, რომლებიც თვალებანთებული მოდიოდნენ ჩემთან ფოტოს გადასაღებად და ეს იმაზე მაგარი შეგრძნებაა, ვიდრე რომელიმე ნებისმიერი ჩელენჯის შესრულება. როცა მათ ხედავ ვაანალიზებ, რომ რასაც ვაკეთებ ვიღაცისთვის მართლა ღირებულია და ხვდები, რომ ჩემი ვიდეოებში შედებული შრომა ნელ-ნელა ფასდება. ვიდეოს ბოლოს მინდა შეგახსენოთ ჩემი დიადი მიზანი. როცა გადავწყვიტე, რომ ზუსტად ერთ წელიწადში მივაღწიო 100.000 გამომწერს. უკვე 11 თვე დამრჩა და ჯერ 5.000 გამომწერამდე ვარ მისული. ასე რომ გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრი თუ რას ფიქრობთ ჩემს ვიდეოებზე. წინასწარ დიდი მადლობა და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.